მოგესალმებით, დღეს ერთ ძალიან საინტერესო საკითხს ჩაუღრმავდებით. გამარჯობა. ვსაუბრობთ მღვდელ გიორგი წეროძის ერთ-ერთ მოსაზრებაზე მის ნაშრომზე დაყრდნობით. დიახ, მოციქული პავლე, პირველი გაცოცხლებულთა შორის. ზუსტად. და კონკრეტულად პავლე მოციქულის იმ ცნობილ ფრაზაზე, 1 ტიმოთეს ეპისტოლედან. ცოდვილთა შორისაც პირველი მე ვარ. ხო, აი ეს ფრაზა, რომელიც როგორც წესი გვესმის ხოლმე, რომ ის თავს ყველაზე დიდ ცოდვილად თვლის. კი, ესაა გავრცელებული ინტერპრეტაცია. მაგრამ აი თქვენ მიერ მოწოდებული წყარო, მამა გიორგის ტექსტი, სულ სხვა რამეს ამბობს. ანუ რაღაცა რადიკალურად განსხვავებულს. ნამდვილად და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ფრაზა პირდაპირ კავშირშია მორწმუნის თვითახმასთან. მოდით ვნახოთ მაშინ. დავიწყოთ იქიდან თუ როგორ ესმის ეს ფრაზა ტრადიციულად. კარგით. 1 ტიმოთეს 1:15. სარწმუნოა სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ. აი აქ პირველი მე ვარ. როგორც წესი ითარგმნება და გაიგება, როგორც მე ვარ უპირველესი, ყველაზე დიდი ცოდვილი. ხო. და თქვენი წყარო ამბობს, რომ ამას შეიძლება მოყვეს კიდეც მორწმუნეებში ერთგვარი, რაღაცი შეჯიბრივით. ხო, საკუთარი თავის დადანაშაულებაში, ვინ უფრო უღირსია. თვითონ რაც მეტად წარმოაჩენ თავს ცოდვილად, მით უკეთესი ქრისტიანი ხარ, არა? ზუსტად. და აი აქ შემოდის მამა გიორგის ძალიან საინტერესო ლინგვისტური ანალიზი. გრამატიკაზეა საუბარი. დიახ, დიახ. ბერძნულ ნაცვალ სახელზე on, ანუ hon, რომელიც ქართულად არის რომელთა. აჰა. მამა გიორგი ამბობს, რომ გრამატიკულად ეს რომელთა შეიძლება დაუკავშიროთ არა პირდაპირ ცოდვილებს. არამედ მათ, ვინც ქრისტემ იხსნა. ანუ იმ ჯგუფს, ვისაც ეძლევა ახალი სიცოცხლე, გამოხსნილებს. მოიცა, ანუ რომელთა შორის პირველი მე ვარ, ნიშნავს ხსნილთა შორის პირველი მე ვარ. ზუსტად ამას ამბობს მამა გიორგი. ანუ ქრისტე მოვიდა ცოდვილთა სახსნელად და ამ ხსნილთაგან პირველი ვარ მე. ვაუ. ეს სერიოზული წლილებაა მნიშვნელობაში. და ამას რამე ამყარებს ტექსტში. კი. და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. მამა გიორგი ამბობს, რომ ამას ამყარებს უშუალოდ შემდეგი მე-16 მუხლი. წარიკითხოთ ისიც. დიახ. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდ სულოვნება, მათ და სანიმუშოდ. აი, სანიმუშოდ. ხო, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის. ანუ მუხლი თითქოს ხსნის, რატომ იყო პავლე პირველი. იმიტომ რომ ნიმუში ყოფილიყო. დიახ, პირველი მაგალითი, პირველი ნიმუში, ღვთის მადლისა, მისი მაცოცხლებელი ძალის, ის არის პირველი, ვინც მიუხედავად თავისი საშინელი წარსულისა, ქრისტიანებს დევნიდა, ხო? დიახ, დევნიდა, მიუხედავად ამისა, გახდა ამ ახალი სიცოცხლის მიმღები და მაგალითი სხვებისთვის. ესე იგი, ის ფრაზა, რომელსაც თითქმის სინანულის და უღირსების პიკად მივიჩნევთ, შეიძლება სულ სხვა რამეს ნიშნავდეს. რომ პავლე ამბობს, მე ვარ პროტოტიპი, პირველი დემონსტრაცია იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ღმერთს. ზუსტად. აქცენტი გადადის არა იმაზე, თუ ვინ არის ყველაზე ცუდი, არამედ იმაზე, რომ ღვთის მადლი უსაზღვროა და სწორედ მასში, პავლეში გამოვლინდა პირველად. კი, და ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ ის რა თქმა უნდა, ისევ ცოდვილია, ხსნა არა უქმებს ამას, მაგრამ იძლევა ახალ სიცოცხლეს, ახალ სტატუსს. ანუ იმედის გზავნილი უფროა ვიდრე საკუთარი თავის გმობის. ბევრად უფრო. და ეს როგორც წყაროშიც წერია, უფრო ერგება სახარების როგორც სასიხარულო ამბის იდეას. ხო, ლოგიკურია. ეს უპირისპირდება იმ მიდგომას, სადაც ქრისტიანობა დადის მხოლოდ დანაშაულის გრძნობაზე, რასაც ბონიო ჰეფერიც საუბრობდა. ღმერთი როგორც სიცოცხლის მომცემი და არა მხოლოდ ცოდვების აღმრიცხველი. დიახ, სიცოცხლის და არა მწუხარების ღმერთი. მაშ მოდით, ჩვენს სმენელს დავუსვათ კითხვა. თქვენთვის რას ცვლის ეს პერსპექტივა? ხო? ანუ იმის ნაცვლად რომ გამუდმებით, იმაზე იფიქრო, რა ცუდი ხარ, იქნებ იფიქრო იმაზე, რომ შენს შეგიძლია გახდე ამ ახალი სიცოცხლის ნაწილი, მიმღები. რომლის პირველი ნათელი მაგალითი იყო პავლე. კარგით, შევაჯამოთ მაშინ თავარი აზრი. მოკლედ, თქვენი წყაროს მამა გიორგი წეროძის ინტერპრეტაციით 1 ტიმოთეს 1:15-16 მუხლებში პავლე მოციქული ამბობს, არა იმას, რომ ეს ისტორიაში ყველაზე დიდი ცოდვილია, არამედ იმას, რომ ის არის პირველი მათ შორის, ვინც ქრისტემ იხსნა, გააცოცხლა და ამით გახადა ღვთის მადლის მაგალითი ყველასთვის. გასაგებია. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ერთი აზრი თქვენთვის, ჩვენ მსმენელო დასაფიქრებლად. თუ პავლე თავისი წარსულის მიუხედავად თავს ხედავდა არა როგორც ნომერ პირველ ცოდვილს, არამედ როგორც ახალი სიცოცხლის პირველ მაგალითს, აი როგორ შეცვლიდა თქვენს სულიერ ცხოვრებას, თქვენს ყოველდღიურობას იმის გააზრება, რომ თქვენს მოწოდებული ხართ იყოთ პირველი. პირველი მადლში. ხო, პირველი ახალ ცხოვრებაში და არა პირველი ცოდვის სიმძიმეში ან ამაში შეჯიბრში. საინტერესო კითხვა ნამდვილად. ამაზე ღირს დაფიქრება.